მშვიდობის, როგორ ხართ, შემოსიხარულებო, ხომ ხართ კარგად ყველა. გისურვებთ ყველას წარმატებულ დღეს, მათაც მოვიდა. თავის ბურთით მოვიდა, მიგეთ დააძრიალეში მიბურთია, შემახა ტელეფონში როგორ გამოჩნდება ხო საინტერესო. მოიტანე ხო? ხომ ხართ კარგად ყველა. მინდა რომ წავიკითხო კომენტარები, გუშინდელი დილის ვიდეოს, პირველი ვიდეო რომ გადავიღო ჩემს ტელეფონში. აი, მან და სუპერ ბიჭი არის. უყურე. ხო, ესე ყავა აღარ მაქვს მე ნალექიანი გოგოებო, უნარი ყავა სვამდეს, იმიტომ რომ ნალექიანი გამომედი არა უშავს ეს კიდევ და გავდივართ. ეს ისეთი კარგი არის, ხო დიაგნოზი ძალიან და კაისურია ძალიან. ისეთი გემრიელი ყავა არის. წავიდეთ ახლა იქით ჩვენ თანახმად ნიკარ აბაზანა შესული და ეს ალბათ კიდე იქნება შერთული და წავიდეთ იქით. აბა მოვედი გოგოებო. აბა აქეთ როგორ იყებს? აქეთ ხო არ გადამიღია. ამ ოთახში არ გადამიღია მე ვიდეო. ახალი ტელეფონით. პირველად ვიღებ. კაია ხო? ძალიან კაია. ძალიან კაია. ის ტელეფონი მათეთრებდა კიდევაც მე მგონი რაღაცნაირად ხო? აქ არ ვარ ეგეთი თეთრი და სინამდვილეშიც ანუ არ ვარ ეგეთი თეთრი ძალიან. აი ძალიან მაფიქრებდა მე მგონი ხო ის? რაღაცნაირი თითქოს ავათარიო რა ეგეთი ფერი მედოხორმე და ეგეთი ხო არ არის აი სინამდვილეში არ ვარ ეგეთი. ნახეთ სალამაზია, ჩემი თმის ფერი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ახლა. აქ, ზუსტად, ეს არის ზუსტად ჩემი თმის ფერი. ძალიან კარგია. სამიხარია. ჩემი ყავა არ ჩანს და მინდა რა გამოს. მაგრამ მე ძალიან დაშორდებით, ეს ჩემი შტატივი უფრო მეტად აღარ იმაშვება რა, დაბლა არ იწევა. აი ესე იყოს. უშაქრო ყავა არის, არაფერი არ მაქვს საერთოდ, გუშინ არ გავედი და მე რო გარეთ არ გავდივარ ხოლმე, იცი როგორ ვარ სახში, ეხლა ლიმონის მეტი არაფერი არ მაქვს. გამოფხეკილები ვარ, მართლა არაფერი დღეს ფიქს პრაისში უნდა შევიარო, იმიტომ რომ ტკბილეული იქ ძალიან მომწონს. ხარისხიანია და ის არის რა ქვია ბიუჯეტურ ფასში, რა ვიცი, მომწონს რა ფასებიც და ხარისხიც, ყველაფრის აბსოლუტურად. არ არის ეს რეკლამა გოგოებო, ეხლა მე არავინ არ მასპონსორებსო, ვიღაცას რეკლამა გავუკეთო და ის რა ქვია. მე ფული გადამიხადო. არ არის ეგრე, უბრალოდ მართლა მომწონს, რა ვიცი. ჭურჭელიც და ტკბილეულიც რა. სხვა მაღაზიებთან შედარებით, თან გემრიელია. იმ დღეს ქოქოსიანი რო ვიყიდე, აი ისე მომეწონა, იმდენად ხარისხიანი ქოქოსი აქვს შიგნით, აი როგორც ბაუტს, ეგეთი და 4 ლარი 200 გრამი. და ხო არ არის ძვირი, ნამდვილად არ არის ძვირი. ხო, ეხლა ჩვენი კომენტარები უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. კომენტარებისთვის რომ მიწერთ კომენტარებს და აქტიურობთ. ეს არის გუშინდელი ოღონდ დილის ვიდეო. მაიკო ბიუ ძალიან კარგია და ცხიმიანის არის. ღვიძლი და კუჭიც უგემრიელესია, ოღონდ ნედლი, გაყინული საშინელება აქვთ. ნოსტე უფრო სოფლის ქათამივით არისო. კი, არ ვიცი, ბიუ მე ნედლი არ მიყიდია. ნამდვილად გოგოებო არ გამისინჯავს.
გაყინული ვიყიდე და ვერ შევჭამეთ და იმის მერე ნედლიც არ მიყიდია, იმიტომ რომ მეგონა რომ ისეთი იქნებოდა და რა თქმა უნდა ხო აღარ ვიყიდე. და ნოსტე ძალიან სუქანია, რაღაცნაირია, არ ვიცი რავი. აი როგორ გითხრათ რა, არ მოსწონთ, არ ჭამე და ბიუბიუს აქ არის ახლო არის ჩვენთან ბიუბიუ. აი ეკლესია არის და ეკლესიის მადვე რა გვერდზე ძალიან ახლოა და მადვე გადავალ და ვიყიდი აუცილებლად უნდა ვცადო. როგორ მომწონს. ეხლა აქ ჯემალი წერია და არ ვიცი ალბათ გოგომ წერს და შეიძლება ბიჭის სახელით არის ხანდახან ეგრეც წერე ხოლმე შეიძლება ბიჭიც არის მაგრამ არ ვიცი რა მგონი. გამარჯობათ ჟანა გილოცავთ ახალ ტელეფონს ჩაუწიემათე რა ღირდა ჰონორი და რა ღირდა თქვენი სამსუნგი. ჩემი პირადი აზრით სამსუნგი ბრენდია და ჰონორი რავი რა შედარებაც არ შეიძლება. რა ჰონორი სწორი არჩევანი გააკეთეთ სამსუნგი რომ იყიდეთ. მადლობა ჩემო კარგო. ჰონორი ღირდა უფრო ძვირი 1100 ლარი ღირდა. ჩემი ტელეფონი ღირდა 970 ლარი ფასდაკლება ქონდა. თორე ესეც 1100 ლარი ღირდა იმ დღეს ნიკას რომ უყიდეთ ტელეფონი მაშინ. ეხლა ქონდა ფასდაკლება ფაქტიურად რა ვიცი 100 ლარზე მეტი ხო გამიმართლა მაგაჟით. და ჰონორზე მითხრეს რომ უკეთესი ტელეფონია ერთმა კონსულტანტმა. მაგრამ შეიძლებოდა მეყიდა მე ჰონორი, იმიტომ რომ მართლა თუ უკეთესი კამერები ექნებოდა, ეხლა რა თქმა უნდა ჯერ ხო კარგად გავერკვეოდი მაგაში, ნიკას დავირეკე იმ წუთში და ნიკა ერკვევა ეგეთ რაღაცეებში და ნიკა მითხრა რომ დედაო ერთი და იგივეაო, მე რა რომ პროცესორიო Snapdragon-ი უყენია იმასო, იცოდეო რომ ძალიან დიდი სხვაობა არ იქნება და ვიზუალურად და საერთოდ როგორი ტელეფონიც რომელიც მოგწონსო ის იყიდეო შენო. ხარისხზეო. არ იფიქროო რომ ჰონორი ძალიან ჯობია ეხლა Samsung-ს და მოდი ჰონორი ვიყიდო. და ჰონორის ვიზუალი იმედენად არ მომეწონა მე რომ შეიძლება ერთადერთი მხოლოდ იმიტომ ეყიდა იგივე Huawei არის ჰონორი. ეხლა ჰონორებს Huawei-ია და ჰონორებს უშვებს. რავი მე ესე ვიცი. შეიძლება მეყიდა მხოლოდ იმიტომ რომ ხარისხში ყოფილიყო ძალიან დიდი განსხვავება. და მე ნიკამ ხომ მითხრა რომ არა დედაო, უკვე გადავწყვიტე რომ Samsung-ი უნდა მეყიდა და კიდე ერთ კონსულტანტს დაველაპარაკე და იმ ბიჭმა მითხრა, ნუ დიდი განსხვავება არ არის, იმანაც ეგრე მითხრა და Samsung-იო ჯობიაო იმასო. მე ვუთხარი რისთვისაც მინდოდა, ეხლა არ დავუკონკრეტე, მაგრამ მე მინდა მეთქი ვიდეოებისთვის და არც კი დაფიქრდეო რა ჰონორიო, Samsung-სო Sony-ს კამერები უყენიაო და პირველიაო მაგ საქმეშიო, ვიდეოსთვის თუ გინდაო Samsung-ი უმეწეო და ეგრე თქვა. არ ვიცი მათაც იქ იყო. ხო და ის არის რა ქვია, ნუ Samsung-ი და თან ვიზუალურად ეხლა ძალიან მომწონს Samsung-ი. Honor-ს აქვს გადასული ეკრანი გვერდებზე. არა, მათი. ცოტათი უფრო პატარა ტელეფონი იყო და შეიძლება აი მაგის გამო ყიდიან, რადგან ეხლა ხელში გოგოებს ეხლა პატარა ხელები გვაქვს, ხო, უფრო და ხელში თითქოს უფრო თხელია და ის არის რაღაცნაირად მოხერხებული და ამის გამო იყიდება ეგ ტელეფონები არ ვიცი. არა, არ იყო დიდი სიგრძეში დე. იყო. დამაცადე გთხოვდეთი. დამაცადე ლაპარაკი. ხო, ესე მოდით ამ მივუყვეთ და დავაგულოთ, ხო, ეს კომენტარები. ასე. ყოველ დღე უფრო და უფრო მომწონხარ და გაფასებ. სახელი არ გვიწერია.
და წერეთ სახელები ჩემო გოგოებო თქვენი აკაუნტებზე, რომ მოგმართოთ სახელები. ძალიან მიყვარს მე კომენტარს პასუხს როცა ვცე, მაშინაც სახელით მივმართავ ადამიანს და რა ვიცი, გავიჩნოთ ერთმანეთი. ყოველ დღე უფრო და უფრო მომწონ ხარ და გაფასებ. მართლა როგორი ტელეფონი გქონია, გული დამეწვა. გილოცავ ახალს და სულ ასეთი მოტივირებული და თავდაჯერებული ყოფილიყავი, როგორ მიყვარხართ. ეხლა გული არ ვიცი, აი ამომიქანდა ისე სითბო ვიგრძენი, უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო, უღრმესი მადლობა. ხო, ძალიან ისეთი ტელეფონია ეს. მართლა უკვე არ ვიცი როგორ ვიყებდი მე ამით ვიდეოებს უბრალოდ რაღაცებს ველოდებოდი რა და ყველაფერი კარგად იქნება, გადავიხდი. ეხლა ისეთი თანხა არ მაქვს მე გადასახდელი, რომ ვერ გადავიხადო ერთ წეში დავფარავ სამივე ტელეფონს. ამათი უფრო ანუ ჩემი ერთი ტელეფონი რაც ის ორივე სიგის ნიკასი და მათისი ეკბასი და ისეთი თანხა მაქვს მე გადასახდელი, რომ ის არის, რა ქვია, შევძლო. ამაზე მეტ განმადებას ვერ გავაკეთებ მაგალითად ერთი წელი. ვერა, იმიტომ რომ მე ვეღარ შევძლებ მე გადახდას და ამას კი შევძლებ. და შეგვრჩება ერთიანად ძალიან ძნელია რა 1000 ლარის გადახდა, ძალიან ძნელია. და მით უმეტეს 2000-ისა, ყველასი 2000 ლარისა. ბიჭების და ჩემი. მე დიდი მადლობა. ოღონდ ჩაუწვი აქ ხმამესმის წადი დედი ჩემო თახში გთხო. წამოიფარი ადიელა და მიდი დედიკო, ან ჩაუწვი. წარსულის მონატრება კარია, ცხოვრებაც ესაა დედამიწაზე. წარსულის გახსენება რთულია, ცოტა ისეთი, ანუ მაგიტო არის დღიური კარგი. ჩემ დღიურს რა თქმა უნდა ვაგრძელებ, თუმცა თავიდან რომ დავიწყე ყოველდღე მინდოდა წერა, ეხლა ყოველდღე არ მინდა, არც ვაძალებ ჩემ თავს როგორც მინდა, ისევ წერ, როცა მუზა მოვივახობე მაშინ წერ და ყოველდღე აბსოლუტურად ყოველდღე ვწერდი რა და ეხლა რაღაცა ყოველდღე აღარ გამოდის, მაგრამ ვაგრძელებ. ძალიან კაია წარსულის გახსენებაში დღიური, რომ გადაშლი იქ და მე თან ძალიან კონკრეტულად დავიწყე წერა. ვის ხვდები დღის განმავლობაში, რა საჭმეს ვაკეთებ, თუმცა აი ყოველდღე აღარ ვაგრძელებ მაგას და ეგ ცუდია, მაგრამ იქნებ გავაგრძელო. ხო და მე ძალიან კარგია რომ გადაშლი, წაიკითხავ რიცხვს, წელს და ნახავ იქ როგორი დღე გქონდა, ძალიან კარგია. რა ჭამე, სად იყავი, ვის შეხვდი, რაზე ისაუბრეთ და ასე შემდეგ. ძალიან კაია გოგოებო. მე გუშინ რა გავიხსენე, წარსული გავიხსენე, ჩემი ისა გორში ცხოვრების პერიოდი, ახალი გათხოვილი როცა ვიყავი და ნიკა როცა პატარა იყო, ხო და რა ვიცი, ძალიან მიყვარს რაღაცა მაგ პერიოდის ჩემი ნაწილი, რაც არის ძალიან მიყვარს. ხო და მომწერეს მაგაზე. მადლობა თქვენ. უღრმესი. ძალიან სუფთად იღებს და კარგიაო, მადლობა. არ უწერია სახელი. ნატალია. წინა კომენტარი იყო ნატალიას. მარის ვლოგები, მარიკო, ჩემო მარი, მშვიდობაში ახალი ტელეფონი რა მაგარია, სულ მაგარი ვიდეოები გადაგეხოს და კარგი ზარები შემოგსვლოდესო. უღრმესი მადლობა, მარი, ჩემო გოგო, უღრმესი მადლობა. მიხარია შენი წარმატება. სულ ყოველთვის მე მარის ვადევნებ, თვალ ძალიან მიყვარს მარი. და სულ ყოველთვის ვადევნებ მის ვიდეოებს ხოლმე თვალს, როცა თუმცალია ხოლმე აუცილებლად რა და წარმატებები ჩემო სიხარულო შენ საქმეში, შენ ოჯახში, შენ საყვარელ გოგოებთან ერთად მიყვარხართ ძალიან სულ ყველა. აი მე პერაშკეს როდის გავაკეთებთ.
წარმატებები ბევრი მოგცეთ ღმერთმა, ყველაფერი წინ გაგვთო. კი, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ნატალიასია, ისე მე მგონი ეს კომენტარი. ეკა, მოგესალმები, ეკა. გილოცავთ ბედნიერებაში და რა? ხო, ხო, მოგესალმები, ეკა. გილოცავ ბედნიერებაში და სიხარულში, ბევრი სასიხარულო შენაზენი მუდამ ჟანაო. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო. ირმა, მოგესალმები, ჩემო სიხარულო. გილოცავ ჟანა სიყვარულსა და ბედნიერებაში მოიხმარ. დიდი მადლობა. შვიდობაში ჟანა ტელეფონიო. უღრმესი მადლობა, მარი ისევ მოგესალმები, მარი, ჩემო კარგო. შვიდობაში ჟანა ახალი ტელეფონი, მეც სამსუნგის ტელეფონს ვანიჭებ უპირატესობასო. ხო, ძალიან შემიყვარდა, არ ვიცი, გამიჭირდება ალბათ სხვა რაღაცაზე გადასვლა. მაგრესია, ძალიან მაგარი ტელეფონი. გილოცავ მშვიდობაში, უღრმესი მადლობა, სახელი არ გვაქვს, არ გვიწერია. ასია, ბევრი ჭამა, ცუდია, ზომიერებას ყველაფერში კაი და ჭამაც ზომიერად, კი, რა თქმა უნდა, ეს იმაზე მე რო ვთქვი, რომ ჩემი ორგანიზმი მართლა მელაპარაკება უკვე მე. მათი აქტმები რაღაცნაირად აი აქ გაგწოდა ის. ხო, ეგრე არის. ზომიერება ძალიან მნიშვნელოვანია ჭამაში განსაკუთრებით. მე გერღვევა ყველაფერი. ხო, მე არ გამიჭირდა, იმიტომ რომ მე სულ ზომიერად ვჭამდი. მე ვჭამდი სულ ზომიერად. ტკბილზე ვიყავი უბრალოდ ძალიან დამოკიდებული და ეგ მოვიცილე. მაგაზე ვიმუშავე და თან ალბათ იმდენი ვჭამე, რომ აღარც მინდა. გულები, ხათუნა, მადლობა ხათუნა. გილოცავთო დალი, უღრმესი მადლობა დალი. გილოცავთ ახალ ტელეფონს. ჰუნტე, რაღაცა უწერია. სულ სასიხარულო ინფორმაციების გაცვლა გამოცვლაში მოგეხმაროთო. მადლობა, უღრმესი. სახლში როგორ იხდენ მაკიაჟს და გაბრანჭვას. მე ვფიქრობ, ქალი ხან ბუნებრივადაც სახლის ფორმაშიც უნდა იყოს. მასეც ლამაზიაო. ხო, ეს კომენტარი ახლა. მე არ ვიკეთებ მძიმე მაკიაჟს, გოგოებო, რა ვიცი, აი ახლა მით უმეტეს ახალ კამერაში უფრო კარგად გამოჩნდა, რომ ჩემი ტონალური არის ფაქტიურად ბიბი, იმიტომ რომ დაფარო არა აქ ისეთი რა. იქით კიდე უფრო კარგად ჩანდა გუშინ, რომ აქ რაღაცეები რაც მაქვს, ხო, პატარა ლაქები და ეს ჩანს, ხო? ბიბი კრემია ეს. ფაქტიურად ძალიან ცოტას ვისმევ ამას, ცოტა რუმიანას მივეჩვიე, საერთოდ არ მიყვარდა და ნუ ძალიან სუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ. ისედაც რატომაც არა, მე უკვე წლებია, წლები კი არა, რაც დავიწყე ხო ეს მაკიაჟი, მიყვარს და ვიკეთებ სუბუქს, მაგრამ ბავშვობიდან ესეთი ვარ. რამდენჯერ ვთქვი უკვე ვიდეოებში. ამას, რავი, თუ არ არის შიგნიდან, შეიძლება სამჯერ გააკეთო და მიგავიწყდეს. მე აღარ გააკეთო. ლამაზები კი ვართ სულ ჩვენ, ქალები, რა ვიცი ხო, მაკიაჟის გარეშეც ლამაზები ვართ და ლამაზ ქართლს ხო, საერთოდ ძალიან ბევრი მაკიაჟი არც სჭირდება, ცოტა რაღაცას გადაისმევ, კრემის რო გადაისვა, ჩვეულებრივი მკვებავი და უბრალოდ დილით ხო გინდა რომ მოწესრიგდე, ის ხო ყველა აბსოლუტურად ყველა ვიბანთ პირს და ეს პირველი ის არის ხო, რომ გაიგვიძე სიცოცხლე მოაქვს წყალს და მე რაღაცა კიდე გჭირდება რა, მარტო პირის დაბანა ჩემთვის არ არის ხოლმე საკმარისი და რატომაც არა, ლამაზად ჩაცმაც. აი ახლა დღეს ნახეთ როგორ რაღაცა გავდივარ ახლა ხო კი, მაგრამ გავდივარ სკოლაში უნდა წაგიყვანო, მე ბანკში უნდა წავიდე, კლინიკაში უნდა შევიარო და უნდა 12 ხო როცა იქნება. უნდა გავიდე და
ისედაც სახშიც სულ ყოველთვის მე ვიცმე მოწესრიგებულად. ცხოვრება გადის გოგოებო. მაკიაჟიც უნდა გავიკეთოთ. კიდი არ ხდება ჩემს სახლს ძალიან გაპარანჭვები და მე რო ეხლა ძალიან გამოვიპრანჭო, სახლი ისეთი ისა მაქვს რა, მდგომარეობაში რომ თითქოს არ მოხდება. მე ნახეთ თქვენ გაპარანჭვა. და მაკიაჟი და ყველაფერი და ჩაცმა და რა ვიცი რა. ესა ტელეფონის ფერი გაწვია. ხო, ზუსტად. ხო და მე ნახეთ. ვისაც მოგწონთ ეს ყველაფერი, რა ვიცი, ვინც ხარისობთ ამ ყველაფრით, ვისაც мотивация გეძლევათ, რომ თქვენც ესე რაღაცნაირად გააკეთოთ, გამოიპრანჭოთ ყოველ დღე, მე ეს მახარებს. მე რო დილით მორჩები ხოლმე რაღაცების გაკეთებას, თვალზე ცოტა წავისმე, მაკიაჟის გაკეთებას გულისხმობ და ჩავიცმევ ლამაზად ცოტა სუნამოს დავისხავ და რაღაცა მე იმადენად კარგ ხასიათზე მაყენებს ეს ყველაფერი, რომ მეძლევა მთელი დღის ძალა, რომ ვიმოქმედო, გავაკეთო ჩემი საქმეები და ამ ყველაფრის გარდა იცით რამდენ რამეს ვაკეთებ გოგოებო? ყველაფერი ვიდეოში არ ჩანს, რომ დააკვირდეთ დილით 1 საათი, საღამოთი 1 საათი, 2 საათი ჩანს ხო ვიდეოში, რას ვაკეთებ და დანარჩენი 2 საათის გარდა რამდენი საათია ხო? და დანარჩენი ძალიან ბევრი საქმეები მაქვს, სწავლა დავიწყე. ყველაფერს ანუ რა ვიცი, ყველაფერს ბავშვი, ისე საქმე, სახლი, ნიკასთან საუბრები და ყველაფერი. გიასთან კიდე. ისე ყურადღება სჭირდება ოჯახში და ვცდილობ რომ ეს გავანაწილო და ეს მაძლევს ამის ძალას, ეს რო არ გავაკეთო მე რა ვქნა? როგორ გავუწვე? ეს მაკიაჟი რო არ გავიკეთო მსუბუქი რა ვქნა მე? აი ძალიან ისეთია მე მგონი რომ არ არის ეს შემოწუხები, ჩემთვის არ არის ყოველ შემთხვევაში. როგორ გავწვევი? იქით ბამბის დისკები მაქვს და აი საკესთან დევდე. ერთი სიტყვით ეს. სალომე მომწერა ეს კომენტარი. ელზა, გილოცავ ჟანა, მოგესალმები ელზა, მშვიდობაში და ბედნიერებაში. ლალი, მოგესალმები, ჩემო კარგო სიხარულში და ბედნიერებაში, ჟანა ახალი ტელეფონი, სასიხარულო ზარები. ბედნიერების. ეკა, მოგესალმები, ეკა, ჩემო სიხარულო მივიცნო. ამ ეკას ვიცნობ, ეხლა ვისი კომენტარიც უნდა წავიკითხო და მოგიკითხავ ეკა დიდი სიყვარულით. გილოცა ჟანა, სასიხარულო ზარები, მალე ბოლო მოდელის მომელოცოსო, სულ გახარებული გამყოფოთ ღმერთმაო, უღრმესი მადლობა ეკა. ბოლო მოდელს თუ ვიყიდი მე Samsung-ს არ ვიცი, მაგას თუ არ როდის იქნება ეგ სასიხარულო ამბავი ძალიან ძვირები ღირს. რა კარგი გოგო ხარ ჟანა, უღრმესი მადლობა, ნუნკა. ლეილა, გილოცავ ჟანა ახალ ტელეფონს, ბევრი კარგი ვიდეოები. უღრმესი მადლობა ლეილა. მზია ჟანა გული გილოცავ, შენაძენს მშვიდობაში მოიხმარე და ყველა სურვილი აღსრულებოდესო. უღრმესი მადლობა მზია. პირველ რიგში გილოცავთ, დიდი ხანია თვალს გადევნებთ, გულშემატკივრობთ, სასწაულად მოგიხდათ ეგრე ლამაზი ყოფილხართო. ვიცი რაზე მწეს ტელეფონი, კამერა. რა კარგია ჟანა გილოცავთ, სულ ბედნიერი თეონა იყო. დამავიწყდა მე მგონი სახელი მეთქვა, ეხლა რაც წავიკითხე, ეხლა ჰეფია წერია ამას. რა კარგია ჟანა გილოცავთ, სულ ბედნიერი გამყოფოთ ღმერთმა უღრმესი მადლობა. ასმათის კომენტარი მართლაც ბუნებრივ ფერებშია გილოცავ ჟანაო. დიდი მადლობა ასმათ. ასმათი არის ძალიან დიდი ხნის მაყურებელი ჩემი. გილოცავ ჟანა ახალ შენაძენს ლევანი ძალიან მოგესალმები ლევანი, არ ვიცი ბიჭი თუა, გოგოა თუ ბიჭია, მოგესალმები. გილოცავთ ჟანა ახალ შენაძენს, ძალიან კარგად ჩანს ეკრანი. ფონი გადაღება ხარისხი, უღრმესი მადლობა. კი და ხმა კიდე.
ხმა დატანჯული ვიყავი რა, ხმა არ მოდიოდა კარგად, ძალიან ცუდი მიკროფონი ქონდა და ეხლა თუ ვიყიდი მე კიდე პატარა მიკროფონს, ძალიან კარგი იქნება. ვნახოთ რა, მაგრამ მე მგონი საჭიროება აღარ არის, აბა დაწერეთ კომენტარებში ხმა როგორ მოდის. მიწევდა უფრო ხმამაღლა ლაპარაკი ხოლმე და რა ვიცი რა, მაინც არ ვიყავი კმაყოფილი, როგორ ხმამაღლაც არ უნდა მელაპარაკა. მიკროფონი კიდე ძალიან კარგი უნდა იყიდო, ადრე ვიყიდე მიკროფონი და ისე ბუბუნებდა, იმის ხმას ჯობდა რომ ისე უმიკროფონოდ გადამეყო ხოლმე და ნუ ერთი სიტყვით რა. მე მგონი რომ ამას არ სჭირდება. ნინი გილოცავთო, მადლობა. ფიქრია, გილოცავ ჟანა მშვიდობაში და კარგი ვიდეოების გადაღებაში უღრმესი მადლობა. ანუკა, მშვიდობაში ჟანა ბევრი წარმატება შენო, უღრმესი მადლობა. ნატალი, მე ბიოს ხმარო, კაია, ნედლია. გაყინული ჯობია ბევრად, ნედლია, გაყინული ჯობია ბევრად, არ ვიცი. გაყინული ჯობია თუ ნედლი, მე მგონი რომ ნედლი ჯობია, გაყინული მე არ მომწონს. გახარებულს. გახარებულს, ხო. მაიკო, რა ლამაზი ყოფილხარ ჟანაო, ძლივს არ დაგინახეთო, ლამაზი იყავი, მაგრამ უფრო ლამაზი ყოფილხარო, ხმაც უფრო კარგად მოდისო, აი, ანუ დინამიკიც კარგიაო, მეც Samsung-ის ვანიჭებ უპირატესობას მშვიდობაში, უღრმესი მადლობა, მაიკო. კი, ეს არის, რა ქვია, ბუნებრივად გამოვჭდი, ხო, მაფიქრებდა ის, აშკარად მაფიქრებდა. კობა, რწმენით და მოთმინებით ყველაფერს მიაღწევ. ელენეო, აი დაბლა დაუწერია რომ ელენე ვარო. მოგესალმებით, ჩემო კარგო, მთავარია ერთსულოვნება და სიყვარული ოჯახშიო. კი, ნელ-ნელა. ნელ-ნელა, მე უცბად შეიძლება უფრო სწრაფადაც წავიდეს ყველაფერი წინ, ამისი დიდი იმედი მაქვს მე რომ ასე იქნება. ეხლა უბრალოდ ძალიან ნელ-ნელად ძნელია უკვე ესეთ პირობებში ჩემი რაღაცნაირად ცხოვრება გაზაფხულზე. არა, აქამდე მე გავაკეთებდი, თქვენ იცით, ჩემი ისა როგორც იყო და რანაირადაც. თორე ესე აღარ ვიქნებოდით. ახალ წელს ესე აღარ შევხვდებოდი მე და თან ჩაფიქრებული მქონდა ეგ, რომ ახალ წელს უნდა გაკეთებული სახლი უნდა მქონოდა რა, ეხლა 2025-მდე. მაგრამ უფრო კარგი საქმეები გავაკეთე და ეხლა გაზაფხულზე აუცილებლად ჩვენ დავიწყებთ სახლის მიხედვას რა და მე ნახეთ ჩემი გაპრანჭვა ლამაზ სამზარეულოში ალბათ მაღალ ქუსლიანებსაც ჩავიცმევ ხოლმე. იცით რატო? ცხოვრება გადის და რაც გახარებს ის გააკეთე, სათხა უნდა ჩაიცვა ლამაზად. მარტო რესტორანში ხო ყოველდღე არ მიდიხარ. დაბადების დღეები, ქორწილები, ეს ხო ყოველდღიურობა არ არის. თუ არ გახარებს ეხლა და შენ თუ დავუშვათ სპორტულებში ყოფნა უფრო გახარებს, მაშინ ის უნდა გააკეთო. უმაკიაჟოთ ყოფნა თუ უფრო გახარებს და გსიამოვნებს, კი, ის უნდა გააკეთო. ყველა ის უნდა ვაკეთოთ, რაც გვახარებს. მე მიყვარს აუცილებლად ჩავიცმევ მაღლებს ხოლმე. მე მიყვარს ძალიან. აუცილებლად ვფიქრობ, რომ ჩავიცვა ხოლმე მე მაღლები. გარეთაც ეხლა რა თქმა უნდა სახლში შეიძლება ცოტა ისე იყოს. სახლში ხლა მაღლებით სიარული, რა ვიცი. მაგრამ აი არ ვიცი რაც გახარებს ის გააკეთე. როგორი სახლის გახარებს ისე მოაწყვე, რაც გიდა რომ ჩაიცვა. ეს არავისი საქმე არ არის, ეს მარტო შენი საქმეა. ეს მარტო შენ თუ კარგად გრძნობ ამითი თავს გააკეთე. სახლშიც გაიკეთე, ეხლა საყურებს ვეღარ ვიკეთებ. ეს არის ოქროები არა მაქვს მე. ვერცხლი მაქვს, მაგრამ ცოტა მძიმე არის და წინ მოდის და რა ყურიც არ მინდა რომ ჩამომიწიოს და ტკენს რა გავაკეთო, ამ ქალის გამიყიდე. 5 ლარი როგირს, მაგრამ კაი ხარისხის ბიჟუტერიაც ვიყიდე საყურები და დედაჩემს ვაჩუქე, იმიტომ რომ ყველა მტკეს, აზრი არ აქვს. ყველა მტკეს.
ბრასლეტი და ესეთი რაღაცები მძივები, აი მძივი მიკეთია ეს თემუთა გამოვიწე. ნამდვილი ვერცხლი უფრო ატკენს ვიდრე არა, არ ატკენს ნამდვილი ვერცხლი და ოქრო. ოქროს გოგო ვარ მე. და ეს არის რა ქვია, ვერ ვიტან იმიტომ უბრალოდ. ხო, მტკენს რა ვქნა ახლა. მატკინა უკან იმას მიქნა რა ქვია, ძალიან მატკინა რა და მოვიხსენ. ხო, როგორ ისაყურეთ გინდა, ისეთი გაიკეთებ ჭუიარა, ბლურიარა, რა ვიცი, თუნდაც სახში ეს ვიღაცებმა დააწესეს, ეს აქ არ უნდა ჩაიცვა, ის იქ უნდა ჩაიცვა, შენ რაც მოხდეს და რაც გახარებს ის ჩაიცვი, ის გაიკეთე, ისე გაიკეთე მაკიაჟი თმა და ყველაფერი, რა ვიცი. შინაგანად რაც გსიაყუნებს. ეგრეა. ბედნიერს რაც გხდის. გიგანი მოგესალმები. ძალიან კარგია რომ იყიდე, ხარისხი დაეთყო ვიდეოშანაო. კი. ეს კედლებიც კი მე მგონი უფრო ლამაზი არის, ვიდრე იყო ხო იმაში. თაკო მშვიდობაში და ბედნიერებაში ჟანა აშკარად ბევრად კარგი ხარისხიაო, მადლობა საყვარელი. ნონა მოგესალმები, ჩემო სიხარულო, ჩემო თბილო გოგო, სულ თბილ კომენტარებს მიწეს. ყვეთილი და ლამაზი ფერებია, კიდევ უფრო ლამაზი გამოჩნდი ჟანაო, ბუნებრივად ლამაზიო, კი და პასუხიც გავეცი აქ მე რომ ის არის რა ქვია. კი შეიძლება ნაკლიც გამოაჩინა უფრო, ხო, საფრთხეც. მაგრამ ეს არის ბუნებრივად ლამაზი. რომ ისიც გამოაჩინოს, მე არ მიყვარს ფილტრები და რაღაცეები, ხო იცით, ეგეთ რაღაცები არ მიყვარს. ძალიან კარგად გამოიყურებიო, ჩემო თამო, უღრმესი მადლობა მიყვარხარ ჩემო გოგო. მალვინა, გილოცავო, უღრმესი მადლობა მალვინა. ნინო, გილოცავ მუდამ კარგი ვიდეოები გადაგიღოსო, დიდი მადლობა ნინო. გილოცავო, ნათია, რა საყვარელი ხარო, როგორი ლამაზი გახდიო, უღრმესი მადლობა. ნათია, ისევ, ნიტა, გილოცავო, ჟანიკო, მადლობა. ასმათი, ეხლა აშკარად კარგი ხარისხი აქვს ვიდეოსო, გილოცავო, უღრმესი მადლობა. ეთო, მოგესალმები ჩემო ძვირფასო, მშვიდობაში და ბედნიერებაში ახალი ტელეფონი სუფთად არის გადაღებული, Samsung-ის ორიგინალი ტელეფონი მაქვს 8 წელი და ბევრად უკეთესი ხარისხიაო. კი ბატონო, ნონა ისევ იმდენად დადებითი პიროვნება ხარ და იმდენად კეთილშობილი, სულ გახარებული და ბედნიერი მზის სხივივით სავსე გალაღებული ცხოვრება ამოგცეს უფალმაო. აი ხო გითხარით, თბილი ნონა. უღრმესი მადლობა ნონა. ვაიმე ჟანა რა ფერები აქვს სოფო მომწერა მშვიდობაშიო, დიდი მადლობა. ლიკა წარმატებებს გისურვებ ჟანა. სერტიფიკატი აიღე ინგლისურისო, შენ ამას შესძლებო. უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის, мотивация რომ მომეცი გუშინ თქვენ კომენტარზე დავფიქრდი სხვათა შორის და რატომაც არა. შევძლებ კი, მე ამას შევძლებ. ამას კი არა, რაც მოვინდომებ, ყველაფერს შევძლებ. 40 წლიდან იწყება თურმე ცხოვრება, მანამდე შვილებს ზრდი და ეს არის რა ქვია. ყოველი დღე მიყვარს. ყოველი დღე მიყვარდება, ყველაფერი წინ არის, ყველაფერს შევძლებ, რასაც მოვისურვებ, ფულსაც ვიშოვი, სხვებსაც დავეხმარები, იმოდენს ვიშოვი, რომ სხვისთვის დასახმარებელიც მქონდეს, აუცილებლად დადგება ეგ დრო, იმიტომ რომ ვიცი, რომ გაცემაზე დიდი ბედნიერება არაფერია, გაცემაზე დიდი სიხარული არაფერს მოაქვს გოგოებო და მე მინდა ეს სიხარული მე გამოვცადო. მე გამოვცადო, ანუ და ვიცი რომ ღმერთი მომცემს იმდეს, რომ ჩემთვისაც მქონდეს, რა ვიცი ახლა მილიარდებს არ ვგულისხმობ, მილიონებს ვგულისხმობ, ჩემთვისაც მქონდეს და სხვის დასახმარებელიც მქონდეს. სამინდა. ამოიჩიე ვიღაცა და დაეხმარე. აუცილებელი კი არა რომ ყველას რა თქმა უნდა ვერ გასწრები, მაგრამ ერთი ადამიანი ამოიჩიე და დაეხმარე. ეხლა არ მაქვს მაგის საშუალება ფინანსურად ვიღაცას დავეხმარო, იმიტომ რომ აი წუთში ლიმონი მაქვს მარტო სახში მეც. არ მაქვს მაგის საშუალება. მაგრამ მექნება თუ არა მაგას აუცილებლად გავაკეთებ.
ერთი კვირისა გააკეთეო ნატალი მომწერა მოგესალმები შენო ის ერთი თვისას აკეთებსო კი რო ვთქვი გუშინ ერთ გოგოზე ჰაიო მათე მწეს მათე მიყვარხარ ჩემი სიხარულო მათე კომენტარებს მწეს ხო ჟანა ტელეფონის კამერით იგებ თუ ჩამოტვირთული გააქვსო თამო ჩემი სიხარულო ეს ცოტა ვერ მივხვდი მაგრამ კი მოგწერე ტელეფონის კამერით ვიგებ რა ჩამოტვირთული რა პროგრამა არსებობს ეგეთი რო გადაიღო არ ვიცი მართლა არ ვიცი წავედი ახლა ვეღარ იფრინებენ ესენი მათე ძალიან არის ჩემზე მოკლული საერთოდ თუ თქვენთვის ცოტა ესეთია ხოლმე რა ვიცი ნამგლელი მისი შემოჭრა ჩემთან მე არ მინდა რომ ის მოვიცილო ხანდახან კი ვეტყვი ხოლმე მაგას რომ ვასწავლო მაგრამ აი ამ მიმაშიც კი ჩემ საქმეში ვიდეოს ვიღებ და ხანდახან შემომეჭრება ხოლმე რა ვიცი ბოდიში გიხდით გოგოებო მაგრამ მე მას ვერ იმას ვიზავ თანდათან ცოტა გვიჭის და მოისრდება და ესი აღარ იზავს რამდენიმე კომენტარი მე გამოვაქვეყნე მათეზე რომ მომწერეთ და მე წავშალე იმიტომ რომ ცოტა იმოქმედა მასე წაიკითხა კითხულობს კომენტარებს ჩემი ნიმითი ვიდეოებით და ინტერესებულია ნიკას ვაფშე არ აინტერესებს არც ჩემოდის არც უყურებს არც კომენტარებს კითხულობს ხო და ცოტა ისე იმოქმედა აი ამიტომ არ უნდა დავწეროთ ბავშვი არაფერი და მაგიტომ წავშალე ნუ ზოგმა მიხვდით და უღრმესი მადლობა კომენტარები მომივიდა ისეთი რომ ერთი წამიდე მათის ძალიან უხარიაო დედას ტელეფონიო და იმიტომ იქცევაო ესეო და კი ნამდვილად ესია თორე ჰიპერაქტიული არ არის მათე აი ძალიან დიდი სიხარულით ტექნიკა იმდენად აინტერესებს რომ თან ისე გაეხარდა რომ მე ვიყიდე ტელეფონი რომ აი დიდი იმითი სიხარულით გამოუვიდა ეგრე რა უღრმესი მადლობა თქვენ კომენტარებისთვის და დროებით წავედი გოგოებო მიყვარხარ